Naționalul მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში მცხოვრებ ინკა საზანდაროვას ოჯახში იმყოფებოდა. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, არ გააჩნია თითქმის არანაირი შემოსავალი, სოციალურმა სამსახურმა კი დახმარება მაინც ცოტა ხნის წინ მოუხსნა. მიზეზად კი ოჯახის საკუთრებაში არსებული რამდენიმე შინაური ფრინველი დასახელდა. ნიკა მელიამ მოუწოდა შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ არსებული პრობლემით. Ქონდა 56 ლარი სოციალურად დაუცველი ვიყავი იმ პერიოდში და მყოფნიდა პროდუქტებში, იაფი იყო პროდუქტები იმ პერიოდში, წამალიც იაფი იყო. ამჟამად ძალიან გამიჭირდა პროდუქტს ვერ აყიდულობ, ძალიან ძვირია, შუქის გადასახადი ძალიან ძვირია, გაზის გადასახადი ძალიან ძვირია. საოპერაციო ვარ, ოპერაციას ვერ ვიკეთებ. აგენტი რომ მოვიდა და გადამოწმება გამიკეთა, თქვენო ხათა მიყავთო და არ ახართ დასახმარებელიო. მივმართე, ჩავედი მცხეთაში, მაგრამ არაო, ქეზე უკიდურესად გაჭირვებულები არიანო კიდევ და წამოვედი რა უნდა მეკნა. ვარ და შევწკერი ღმერთს. სამწუხაროდ დღე არ გავა, არ გავიცნო ოჯახი, რომელსაც უსამართლოს მოუხსნეს სოციალური დახმარება. როდესაც ვამბობთ სოციალური დახმარება მოუხსნეს, გულისხმობთ რომ რეალურად დატოვეს ბედის ანაბარად ოჯახები. შემწეობა მილიარდელი ხელისუფლების პირობებში ქართული მისვლის ხელისუფლებამ მოუხსნა ათასობით ოჯახებს, არა მხოლოდ წილკანში, იგივე ვითარება არის სოფელ მუხრანში, იგივე ვითარება არის წეროვანში, მისაქცილში, ძალისში, ძევში, ყველა ფეხის ნაბიჯზე ეს მხოლოდ და მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ კარს მომდგარ არჩევნებზე უარი ვუთხრათ მილიარდერ ხელისუფლებას.